რუსული სატვირთო გემი ურსა მაჟორი ჩაიძირა ხმელთაშუა ზღვაში და მის გარშემო არსებული ეჭვები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალო სამრეწველო ტვირთის საქმე. წყალქვეშა ნავების ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებული კომპონენტები, რომლებიც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისთვის იყო განკუთვნილი, მიმდინარე წლის 2026 წლის ცაის 13 მაისს, ოთხშაბათს. საქმე უფრო აქტუალური გახდა, რადგან საერთაშორისო მედიაში მოყვანილი გამოძიებები მიუთითებს, რომ გემი ეგრეთ წოდებული რუსული ჩრდილის ფლოტის ნაწილი იყო. გემი სანქტ-პეტერბურგიდან გამოვიდა. აცხადებდა, რომ ვლადივოსტოკში მიემართებოდა, მაგრამ შესაძლოა მოსკოვის სტრატეგიული მისია ჰქონდა დამალული, რათა კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის მგრძნობიარე ტექნოლოგია მიეწოდებინა. ორი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, 14 გადაარჩინეს, ხოლო გემი ახლა დაახლოებით 2000-დან 2500 მეტრამდე სიღრმეზეა ჩაძირული. ტერიტორიაზე, რომელიც ესპანეთსა და ალჟირს შორის მდებარეობს. არსებობს კიდევ უფრო ძლიერი ვარაუდი, რომ ამ ტრაგედიაში უშუალოდ შეერთებული შტატები იყო ჩართული. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა ნამდვილად მოგინდება არხის გამოწერა, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით და სანდოობის სტანდარტით. მილსონ აუესი საქმე მხოლოდ ზღვაში დაკარგულ გემს არ ეხებოდა. გემი ეკუთვნოდა ობორო ლოგისტიკას კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. ოფიციალურად მანიფესტში საუბარი იყო 129 კონტეინერზე ამწეებზე და სამრეწველო აღჭურვილობაზე. მაგრამ Associated Press-ის ინფორმაციით, ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავად კაპიტანმა ისაუბრა ორ ბირთვული რეაქტორის კომპონენტზე, რომელთაც არ ჰქონდათ ბირთვული საწვავი და რომლებიც გავდა წყალქვეშა ნავებში გამოყენებულებს. ეს დეტალი ცვლის ამბის მნიშვნელობას. საუბარი არ არის ზღვაში გავრცელებულ რადიაციაზე, არამედ შესაძლო მცდელობაზე, რომ გრძნობიარე სამხედრო ტექნოლოგია მიეწოდებინათ იმ ქვეყნისთვის, რომელიც უკვე უპირისპირდება მსოფლიოს რაკეტებით, ბირთვული გამოცდებითა და მუდმივი მუქარებით. ჩაძირვა მოხდა 2024 წლის დეკემბერში ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს, მას შემდეგ რაც აფეთქებები მოხდა სამანქანე განყოფილების ტერიტორიაზე. რუსულმა ვერსიამ მიუთითა საბოტაჟზე და საუბარიც კი იყო ტერორისტულ თავდასხმაზე. დასავლური მედიის მიერ მოხსენიებულმა გამოძიებებმა წამოჭრეს ვერსია, რომ გარეჩარევამ შეეძლო ტვირთის მიწოდების შეჩერება. Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისქვეშა აფეთქებების მსგავსი სეისმური სიგნალები დაფიქსირდა, მანამდე სანამ სატვირთო გემი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გაუჩინარდებოდა. ასევე ყურადღება მიიპყრო რუსული სამხედრო გემის ქცევამ, რომელმაც სავარაუდოდ გადააკეთა სამაშველო ზონა და გაართულა გარედაკვირვება. აქ ჩნდება ტრამპის ჩრდილი ამ საქმეში. არ არსებობს საჯარო მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპს რაიმე ქმედება დაეკისრებინოს რუსულ გემთან დაკავშირებით. მაგრამ სპეკულაცია იზრდება, რადგან ასეთი ოპერაციები, როდესაც ბირთვულ ტვირთს ეხება, ჩრდილს აჩენს. რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ხმელთაშუა ზღვა იშვიათად ხდება დიდი ძალების დაზვერვის გარეშე, როგორიცაა ძლიერი ამერიკული დაზვერვა. CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკული თვითმფრინავების ფრენების შესახებ, რომლებიც ბირთვული სიგნალების დასაფიქსირებლად გამოიყენებოდა ჩაძირვის რეგიონში 2025 და 2026 წლებში. ეს აჩვენებს, რომ ვაშინგტონი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ საქმეს. ტრამპის მმართველობის დროს პოლიტიკური შეფასება კიდევ უფრო მკაცრი ხდება. თუ მოსკოვმა სცადა წყალქვეშა ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემა ფხენიანისთვის, თედრსახს ექნებოდა სტრატეგიული მოტივი, რომ გაეკონტროლებინა, გაემჟღავნებინა ან დაეჭირა ირიბი ქმედება ამ მარშრუტის შესაჩერებლად. ეჭვი კიდევ უფრო მძიმდება, რადგან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გააძლიერეს სამხედრო თანამშრომლობა უკრაინაში, ომრაინაში ომის დაწყების შემდეგ. საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, ფხენიანმა მოსკოვის მხარდასაჭერად გაგზავნა საბრძოლო მასალა, რაკეტები და სელს ჯარები. რამდენად დაეხმარა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სამხედრო სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის რაკეტებისა და სატელიტების ტექნოლოგიაში. თუ ურსა მაჯორის კომპონენტები მართლაც დაკავშირებული იყო წყალქვეშა ნავების რეაქტორებთან, პოლიტიკური ანაზვაურება შეიძლება აშკარა იყოს. ადგილით შემთხვევით არ ჩანს. ხმელთაშუა ზღვა სენსიტიური მარშრუტია, რომელსაც აკვირდებიან საზღვაო ძალები, სატელიტები, სენსორები და დასავლელი მოკავშირეები. ები. სანქცირებული რუსული გემი სამხედრო ესკორტით, რომელიც მძიმე ნივთებს ეზიდება და სავარაუდოდ არ აცხადებს მთელ ტვირთს, გადაკვეთს რეგიონს, რომელიც ახლოსაა ნატოს ქვეყნებთან. ეს ყველაფერი ბუნებრივ სამიზნედ აქცევს მას მონიტორინგისთვის. ესპანეთმა გადაარჩინა გადარჩენილები და დაკითხა ეკიპაჟი, მაგრამ ჩაძირვის სიღრმემ ტვირთის მარტივი ინსპექტირება შეუძლებელი გახადა. რუსეთმა სცადა ნარატივის კონტროლი და ამ შემთხვევას საბოტაჟი უწოდა. მაგრამ პრობლემა მოსკოვისთვის ისაა, რომ ბირთვული ტვირთის ეჭვმაც კი უკვე დიპლომატიურ ზიანს აპენებს.
თუ ტვირთი ჩვეულებრივი იყო, მაშინ რატომ ახსენა კაპიტანმა რეაქტორის კომპონენტები, თუ მოგზაურობა მხოლოდ ვლადივოსტოკში იყო? და რატომ მიუთითებს ამდენი მინიშნება შესაძლო საიდუმლო მარშრუტზე, რომელშიც ჩრდილოეთ კორეა ფიგურირებს? ეს კითხვები ქაოსს აძლიერებს, რადგან მოსკოვი მხოლოდ სატვირთო გემის დაკარგვას არ ებრძვის, არამედ შესაძლო ფარული სამხედრო გადაცემის ქსელის გამჟღავნებასაც. ყველაზე ძლიერი ისტორიული შედარება მოდის კუბის რაკეტების კრიზისიდან 1962 წელს. იმ დროს ჯონ კენედიმ კუბის გარშემო საზღვაო კარანტინი დააწესა, რათა საბჭოთა კავშირს არ მიეცა შესაძლებლობა კუნძულზე სამხედრო შეტევითი მასალა გაეგზავნა. ლოგიკა მარტივი იყო. როდესაც მოწინააღმდეგე ზესახელმწიფო ცდილობს ბირთვული ბალანსის შეცვლას საზღვაო ტრანსპორტირებით, სხვა ხდება პირველი შემაკავებელი ხაზი. ურსა მაჟორის შემთხვევაც ამავე სტრატეგიულ ლოგიკას ემყარება, თუმცა სხვა ფორმატში. არ ყოფილა საჯარო განცხადება ბლოკადის შესახებ და არც ფლოტებს შორის ღია დაპირისპირება. მაგრამ არსი მსგავსია. ხელი შეუშალონ გრძნობიარე ტექნოლოგიის მტრულ რეჟიმამდე მისვლას, სანამ პრობლემა უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს. სხვა ქვეყნებიც მოქმედებდნენ მანამდე, სანამ მტრული ბირთვული პროგრამები წინ წაიწევდა. ისრაელმა 1991 წელს გაანადგურა ერაკის ოსირაკის რეაქტორი, რადგან მიიჩნევდა, რომ სადამ ჰუსეინი ბირთვულ შესაძლებლობას ეგზისტენციურ საფრთხედ გადააქცევდა. 2007 წელს ისრაელმა სირიაში დაარტყა ობიექტს, რომელსაც შემდგომი შეფასებებით არადეკლარირებული ბირთვული რეაქტორის ნიშნები ჰქონდა. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ როდესაც მთავრობები თვლიან, რომ ბირთვული ტექნოლოგია შეიძლება მტრის ხელში აღმოჩნდეს, პასუხი რუსული გემის შემთხვევაც ამ ბნელ ტრადიციაში ჯდება. არავინ ელოდება, რომ საფრთხე სრულად ჩამოყალიბდეს, როცა ტვირთი მთელი რეგიონის სამხედრო ბალანსის შეცვლას შეუძლია. ტრამპისთვის ურსა მეიჯორის ჩაძირვა შეიძლება პოლიტიკური არაღად იქცეს პუტინისა და კლინჩენინის წინააღმდეგ. თუ თეთრი სახლი შეძლებს დაასაბუთოს, რომ რუსეთი ცდილობდა წყალქვეშა ნავების ბირთვული ტექნოლოგიის გადაცემას ჩრდილოეთ კორეისთვის. ეს შემთხვევა ამყარებს თეზას, რომ მოსკოვი უკრაინის ომს იყენებს, რათა საშიში სამხედრო ალიანსი შექმნას იზოლირებულ რეჟიმებთან. ასევე აძლიერებს ზეწოლას სანქციებზე, საზღვაო მეთვალყურეობასა და სადაზვერვო მოქმედებებზე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. თუნდაც მონაწილეობა არ აღიაროს, დონალდ ტრამპს შეუძლია ეს ეპიზოდი გამოიყენოს იმის ნიშნად, რომ მისი ძალის პოლიტიკა მოწინააღმდეგეებს ალყაში აქცევს. მანამდე სანამ ისინი შეძლებენ ზღვით მგრძნობიარე ნაწილების გადატანას. ეხლა შემდეგი ნაბიჯი სამ მიმართულებას მოიცავს. ესპანეთი ინარჩუნებს გამოძიების ძირითად როლს, მაგრამ ჩაძირვის სიღრმე ართულებს რაიმე მარტივი ვიზუალური მტკიცებულების მოპოვებას. შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა შეიძლება გამოიყენონ სატელიტური მონაცემები, საზღვაო სენსორები და ნავიგაციის ჩანაწერები, რათა აღადგინონ გემის რეალური მარშრუტი. რუსეთი თავის მხრივ ალბათ გააგრძელებს ბართული კონტრაბანდის ვერსიის უარყოფას და შეეცდება საქმე სამოქალაქო ხომალდზე თავდასხმა წარმოაჩინოს. ამასობაში ჩრდილოეთ კორეა რჩება ეჭვის ცენტრში, რადგან ის იქნებოდა შესაძლო სარგებლის მიმღები ტვირთისა, რომელიც შეიძლება დააჩქაროს მისი წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული ამბიციები და გააფართოოს საფრთხე წყნარ ოკეანეში. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი